გოგოებო, მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა რომ თქვენთან ერთად გავიკეთო მაკიაჟი. ცოტა დაწყებული მაქვს, მაგრამ არა უშავს, ერთად გავაგრძელოთ და გავემზადოთ. დღეს დედაჩემის დაბადების დღეა და ვემზადები გასასვლელად. ამიტომ თუ გაინტერესებთ, დარჩით ჩემთან. კონტური წავისა. როგორც მიხვდით, წავისი BB კრემი, კონსილერი და კონტური ჯერჯერობით მეტი არაფერი. და ნუ დამატენიანებელი მანამდე. ნეტარას დამახვედრებს ახლა დედაჩემი, როგორ მოინტერესებს. ანუ მე ვთხარი რომ არაფერი არ გააკეთო თქო. ჩვენ თვითონ რამე გამოვიძახებთ, მეთქი ჩვენ თვითონ გოგოები რამეს გამოვიძახებთ თქო. ხინკალს ან რამეს თქო და შენ არ იწვალო თქო რა, ახლა არაფერი არ გააკეთო და რამე სალაც მაინც გავაკეთებო და მაინტერესებს, ახლა ვიცი რომ რაღაცას გააკეთებს მაინც. ხო და მაინტერესებს ახლა რომელ სალაცას გააკეთებს. ოლივიე წინაზე მქონდა ძალიან გემრიელი. მამა ჩემის დაბადების დღეზე მოვიყავით. ხო და ახლა ვოცნებობ რომ შუბა გააკეთოს. ხო და ძალიან გამიხარდება ახლა ეგ თუ ეგრე მოხდება. მაგრამ არ ვიცი, დაწუნებული არ ვარ. წინაზე ძალიან გემრიელი ტოლმა მომზადა. ოლივიე და რაღაცეები. დანარჩენი ჩემთვის რაღაცეებია. თორე ისე იყო რაღაც კიდე საჭმელები. მაშინ მგონი არ ჩამიწერია ვიდეო. მომზადების შესაბამისად ვერ გაიგეთ რომ ვიყავი მამიკოს დაბადების დღესაც. ხო, ну, მოკლედ აი ესე ცოტა წარბები იმას ვქენი, რა ქვია, დავატყე სახეს. ეხლა მე და თქვენ დავიტყოთ ლოყები. ლოყები კი არა, უფრო სწორედ პირიქით, ანუ ლოყები შევიციოთ ესე. ესე. ერთი საათი ვარჩევდი რა ჩამეცვა. თან მინდა რომ ლამაზად ვიყო და თან მინდა რომ კომფორტულად ვიყო, ხო და მოკლედ საბოლოო ჯამში ავარჩიე. ძალიან საყვარელი ლუკი. გაჩვენებთ. რომ მოვრჩები მაკიაჟს. მოკლედ ასე. ჩემი სტანდარტული მოძრაობები. რა თქმა უნდა, რუმიანის გარეშე არ გამოვა არაფერი. ზოგს არ უყვარს, მაგრამ მე ვგიჟდები. რაც უფრო წითელი სახე მაქვს, უფრო მომწონს. არ ვიცი რატომ. თუ თქვენც ესე ხართ, დამიწერეთ. ზაფხულობით კიდე მიყვარს აი აქ წასმა, რომ ისეთი ეფექტი ქონდეს, თითქოს მზეზე დავიწვი. მაგრამ ეხლა ზამთარში არ ვკადრულობ ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ჰაილაიტერი, ჩვენი საყვარელი. აი ასე. ჭრდილებიც მინდა რომ აქცენტი გავაკეთო თვალებზეც. მე მეცმევა რაღაცა ვარდისფერ ყვითელ რაღაც ესეთ ზეფირკასავით ვიქნები. ესეთ სტილში და მინდა რომ მაკიაჟიც შესაბამისი მქონდეს. ესეთი ვარდისფერი ჭრდილები წავისვი. როგორც ხედავთ, აი ასე. ეხლა მინდა რომ ეს კუთხეები ცოტა გავიმუქო. ამას გავაკეთებ აი ესეთი ბორდოსფერი ჭრდილებით. მერე აი ეს ოქროსფერი მინდა რომ შუაში აი აქ წავისვა.
ესეთი მაკიაჟი მინდა რომ მქონდეს დღეს. დღეს ესეთ ხასიათზე გავიხვით. ფიქრობ ქვედა ქუთუთოზეც რამეს წავის უნდა გადავწყვიტე ყავისფერი. მოკლედ ეს არის შავთან მიახლოვებული ყავისფერი, როგორც ხედავთ. და ლაინერის წესმა მეზარება. ამიტომ აი ამ მუქი ჭრდილებით გავაკეთებ ლაინერის საქმის. როგორც ხედავთ, მთლიან თვალზე ესე ვიკეთებ კონტურს, თვალის ფორმას ასე გამოვკვეთ. ესეთი მუქი ყავისფერი ჭრდილით და ესეთი ბრტყელი ფუნჯით. აი ეს ბრტყელი ფუნჯები ძალიან მიყვარს. ყოველთვის მადგება, იმიტომ რომ ხშირად ლაინერს აღარ ვხმარობ. მინდა რომ რაღაცა ესე ბაცად და რბილად იყოს ხოლმე გადასვლები, ამიტომ თან შესწორებაც უფრო ადვილია, როცა რაღაც თუ რაღაცა შეგეშლება. ამიტომ შემდეგ აი ესე გავბლენდავ ამ ადგილს, რომ ესეთი კვეთრი ისრები არ მჭირდება და მორჩა. ეხლა დამრჩა ტუში. ჩემი წამწამების სასაფრეხი არ ვიცი სადღაც დამეკარგა და ვეღარ ვიპოვე, ამიტომ ტუშს ისეთი ეფექტი აღარა აქვს ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ტუში ჩემი აზრით მაინც დაასრულებს ამ მაკიაჟს. აი ასე ერთ ფენას ვისვამ, როგორც ხედავთ და თან ესე ვაკეთებ. იმიტომ რომ არ მინდა ძალიან დამძიმება წამწამების. იმაზეც ვფიქრობ, რომ მე ისევ ჩემი მოსაშორებელია ეს ყველაფერი, ამიტომ ცოტა ვიადვილებ ცხოვრებას. თუ ამას თუ გაადვილება ქვია, რამდენადაც შეიძლება მოკლედ. სხვათა შორის რაც მაკიაჟზე ვიდეოებს ვიღებ, რაღაცნაირად ესე პირს აღარ ვაღებ ტუშის წასმის დროს. ეს ჩუა ხო გვაქვს გოგოებს და მე სულ მქონდა ხოლმე ადრე, მაგრამ ვიდეოების გადაღება რო დავიწყე, ანუ გამომიმუშავდა ეს რაღაცა ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავაღავ პირი. იმიტომ რომ ანუ იცით არ არის ლამაზი რა თქმა უნდა კადრში და ვცდილობ, რომ აი ესე წავისვა, როგორც ახლა ვისვამ. და ანუ კამერის გარეშეც სხვათა შორის ხშირად ესე ვისვამ ხოლმე და უკვე იმდენად ის მაქვს რა გამჯდარი ტვინში, რომ არ უნდა გავახავ პირი ტუშის წასმის დროს. არ ვიცი წეღანი წერდა თუ არა, აი აქ ქუთუთოს შიდა კუთხეში მოკლედ წავისვი ვარდისფერი მბზინავი ჭრდილები, გამოვკვეთე ფერით და სიბზინვარით და ცოტა highlighter-ს აი აქაც დავემატებ. აი ასე. და მორჩა. ჩემი მაკიაჟი მზად არის. დაკვირვებული თვალი შემამჩნევს, რომ წარბის გელი არ წავისვი. ეს იმიტომ, რომ სულ მავიწყდება, რომ ვიყიდო უკვე რამდენი ხანია. როგორც ჩანს არ მჭირდება, თორემ რატომღაც კონსილერის და ტუჩ საცხის და რუმიანის და რა ვიცი ჭრდილების და ესეთი რაღაცების ყიდვა არასდროს არ მავიწყდება და მაგის ყიდვა სულ მავიწყდება და რას ნიშნავს ეს? ანუ არ მჭირდება. თუ გამახსენდება, მოკლედ ვიყიდი და მე იმასაც წავისვი ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ესე შემოვიფარგლები. პუდრას არ წამისვამს, დიდად, რა ვიცი, ახლა არ მჭირდება. შეიძლება უფრო ზაფხულში გამოვიყენო ხოლმე. ეხლა აქაურობას მივალაგებ და მე გაჩვენებთ, რას ჩავიცმ. ესეც ჩემი გამზადებული ლუკი, ესეთი ვარდისფერი შარვალი, შეუხამე ესეთი ზედა. და ესეთი ლამაზი და საყვარელი შემოსაცმელი. ეს თუ გახსოვთ, ნატალიმ გამოიწერა ამას წინათ და ესეთი ყვითელი ვარდისფერში ლუკი გამომივიდა, რაღაც ძალიან ჰაეროვანი და ზეფირკასავით მოკლედ. და ამ ყველაფერს მე მგონი, რომ ესეთი ჟილეტი მოუხდება თბილი, მაგრამ იმდენად ცივა,
ეხლა რომ გავიხედე, აივანზე რომ გავედი, ძალიან შემცივდა და მგონია რომ ქარია და მე მგონი წვიმაც და მარტის კლასიკური ამინდი, ამიტომ ცოტა მეშინია რომ არ შემცივდეს. აი ესენი ძალიან მომწონს, ნახეთ რა საყვარლობებია. ესეთი საყურეები, სავარაუდოდ ამას გავიკეთებ. ხო, საჩუქარს იმ უთოს ვჩუქნი, ადრე გაჩვენეთ კიდეც. აეროგრილთან ერთად რო ვიყიდეთ, უთო, ორთქლის უთო და ჩვეულებრივი უთო არის გაერთიანებული, ასე ვთქვათ, ორი ერთში, ანუ როცა უნდა უთოს გამოიყენებს. არა, ეს არა. ეხლა ყავა უნდა დალიო? მე იქ აღარ მოგშივდება და მოგშივდება? ხო. რა ვიცი, ეხლა მადა არის ქნა. არა. ხო, თორე იქ ბებო არ გაპატიებს, ეხლა იქ თუ იტყვი რომ არ მშიო. ჭამო ხომ არა, ყავას და ანუ ისე ქენი რომ იქ ყველაფერი მიირთვა. ხო, ხა და მოკლედ ესეთი ამბები მეგობრებო. მოკლედ, აი ესეთი ზედა ქვედა. მოკლედ აი ესეთი შარვალი. და ესეთი მოსაცმელი. მე მგონი რომ ძალიან უხდება და ძალიან რაღაცა საყვარლებაა, ესე თბილათაც იქნება და ლამაზათაც და კომფორტულათაც. ამ ყველაფერს კიდე მომხდება ესეთი პეპლები. მა ჩვენი პეპლები გავიკეთოთ, აი. რა საყვარლებია. სუნამო. არ ვიცი, ორნაირი მაქვს ეხლა ამ პერიოდში. ორივე ესეთი ფერია გაზაფხულზე, ორივეს აქვს გაზაფხულის სუნი. ამას აქვს ყვავილების სუნი და ამას აქვს ტკბილი კანფეტების სუნი და რადგანაც ეხლა ესეთი ლუკი მაქვს, რომ რაღაცა ტორტის და ზეფირების ასოციაციას იწვევს ჩემში. ამიტომ დღეს დავისხავ აი ამ ტკბილსურნელიან სუნამოს. თმას გავიშლი. ნაწნავი მქონდა დაწუნული. დაბანილ და გამშრალ თმაზე. ოდნავ ისეთ ნოტიო თმაზე. და რაც მოასწრო, დაიხვია რაც ვერა და არა უშავს. მიმიღებს როგორ მედედა ჩემი. გასვლის წინ რა თქმა უნდა მინდა მე ვფიქრობ აი კონტურს დავიმატებ ცოტა უფრო ფერი რომ მივცე ახლა კამერაში ვიყურებ ჯობია სარკეში წავისა მალე აქედან არაფერი დარჩება იმიტომ რომ წაღან დავურეკე და სალათებს ვაკეთებო. ხო და რა ვიცი. რა აზრი აქვს ამის წასმას, მაგრამ აი ესეთი გოგოშკურის მაქვს. ხასიათი რა ვქნათ. ბოლო შტრიხი რა თქმა უნდა. ჩემი საყვარელი გლოსი კიკოსია ეს ესეთი ფერი. შეიძლება თმა ესე გავიკეთო, არ ვიცი. ავიწევ თმას. ჩემს სათვალეს გავიკეთებ. აი ესე და მოკლედ აი ესე ვიქნები. თმისთვის მაქვს კიდე აი ესეთი საყვარელი. თმისამაგრი. მე რა მაქვს მარიტას აქვს, მაგრამ ესე უგდია და მე მაინც გამოვიყენებ. მაინც გადავწყვიტე ეს ჟილეტი ჩავიცხო, იმიტომ რომ რა ვიცი, შავი არ უხდება არანაირად და საყვარელი ლუკია. ცოტა კი შეიძლება შემცვლა. საფარი გასწავლებული ხარ. აბა მოდი შენ. დედაშვილი. იქით უნდა იყოს. ხო, გინდა გავცალოთ უთები. ой макияжი მოგიგეთ და იმიტომ არ გეკრება კარგად ჩემი შარვალი ჩაგუძრება ხო მოკლედ აი ესეთი ბოტასებიც კი შევუხამე მეგობრებო ეს არ ვიცი რა ვარდისფერი მაგუზმა იკაფინე
ფერში უხამ ესე კარგად ფერები. ყველაფერი რო ვიყიდება კომპლექტია. გავალ და აი ესე დავიხურე. გიგონება კამფეტი დადის. ხო, აი ეს ხო იცის. მარშმელო. მარშმელო. ვარდისფერი და თეთრი მარშმელო და ზუსტად რო იცოდე მარშმელოები რო ყრია იმაში. ცოცხალი მარშმელო. პარკში მარშმელოები ყრია ზუსტად ესეთი ყვითელი, ვარდისფერი და თეთრი. და ჩანთაც რო გეფერი აი, საყვარლად. ნაი და მაკიაჟი დავალამაზია.